მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ჯორჯიან მანგანეზმა პერევისის მაღაროზე ათეულობით 1000 ნერგი დარგო. რეკულტივაციის პროცესი გრძელდება. განახლებული სახანძრო სტენდები ჭიათურასა და ზესტაფონში. კომპანიამ 200-მდე სტენდი ახალი ინვენტარით აღჭურვა. ჯორჯიან მანგანეზს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ჭიათურაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. 10 წელი ელექტროამწის კაბინაში. მალხაზ ბოჟაძის პიროვნული და პროფესიული შტრიხები. გასულ კვირას ჯორჯიან ამერიკან ელოიზის თბილისის თანამშრომლებმა საჩუქრად გადასცეს ავტომობილები 13 ივნისს. თბილისის წყალდიდობის შედეგად 3 დაზარალებულ ადამიანს, რომელთაც საკუთარი ავტოტრანსპორტის სტიქიური უბედურების დროს დაკარგეს. ქალაქ თბილისის ქონების სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ შეარჩია 3 მოქალაქე, ვისთვისაც საკუთარი ავტოტრანსპორტი და ტაქსით მომსახურება შემოსავლის მთავარი წყარო იყო. აღნიშნული ქველმოქმედების აქტი GAA-ის თანამშრომლებმა პირადი ფინანსური შეწირულობის შედეგად მოგროვილი თანხით განახორციელეს. ჩვენ დაუკავშირდით ერთ-ერთ ბენეფიციარს ბადრი ხარაზიშვილს, რომელმაც გვიამბო თუ როგორ გადაურჩა 13 ივნისის წყალდიდობას. ახალგაზრდა ვიყავი ჩასული რა, უკვე ზოგადად გაწელილი ვიყავი რა, უკვე. ხოლო მე წყალო წამოვიდა, ანუ პროგრამა შეიქმნა, აი კავშირი, მანქანები იდნენ წინ უკვე რა, იქ ვეღარ მოძრაობა, უკვე ჩაკეტილი იყო, ჩახერგილი იყო უკვე მოძრაობა. ამ დროს წყალმა იმატა რა, იქ ყელი გადასასვლელში უკვე ზოგადად დიდი ნაკადი გადადიოდა, წყალი იქ გამოსვლა უკვე ძალიან შარი იყო, უკვე შეიძლება მანქანა გადმოსვლაც ვერ მომესწრო. ვიცოდი რომ მეთი ან დაიწეს ან რაღაცა და მე უკვე დავტოვე, ანუ ბადეურების მეშვეობით გამოვედი. ბატონო ბადრი, რამდენად კმაყოფილი ხართ ნაჩუქარი ავტომობილით და რამდენად კარგად გემსახურებათ? დიახ, კმაყოფილი ვარ, მადლობელი ვარ ყველას. გაზზე მუშაობ, ბენზინზე გაზზე ჩაულები ვარ. ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების ტერიტორიების რეკულტივაციას ბოლო 2 წელია გეგმიურად ახორციელებს. ჭიათურაში 90 ჰექტარი ღია კარიერების ტერიტორიის რეკულტივაცია 10 წელზეა გაწერილი და ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროსთანაა შეთანხმებული. კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად ამჯერად აკაციის, ვერხვისა და კოპიტის ჯიშის ათასობით ნერგი პერევისის მაღაროს ტერიტორიაზე დარგეს. ადგილს, სადაც განაშენიანება დაიწყო, აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა. ჯორჯიან მანგანეზი რეკულტივაციას წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად ახორციელებს. პერევისის მაღაროს ნაფარცხების უბანში დაწყებული სარეკულტივაციო სამუშაოები ამ გეგმის გაგრძელებაა. როგორც კომპანიაში ამბობენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯორჯიან მანგანეზს სამუშაოები არ უწარმოებია და ნაფარცხების უბანი როგორც სამართალმემკვიდრეს ისე გადაეცა. თუმცა ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტმა დახურული კარიერის განაშენიანების გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ის ისტორიული ვალდებულება, რაც კომპანიამ თავის თავზე იკისრა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამართლებრივ ვალდებულებას ეს არ წარმოადგენდა. საერთო ჯამში ფართი სარეკულტივაციო არის 90 ჰექტარი, სხვადასხვა კარიერებზე ჭიათურის რაიონში გაბნეული და ჩვენ გეგმაზომიერად ყოველწლიურად ვატარებთ მათ როგორც ტექნიკურ, ასევე ბიოლოგიურ რეკულტივაციას. გარემოს გამწვანებაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას მოხალისეებიც იღებდნენ. საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის დღის ცენტრის ბენეფიციარები და სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად. წლებია ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ჯორჯიან მანგანეზს აქვს ჩვენს დღის ცენტრთან ურთიერთობა. ხათი მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან დიდია ჩვენი დღის ცენტრის მიმართ. 3 წელია რაც ჩვენი დღის ცენტრის ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ჯორჯიან მანგანეზის მიერ რეკულტივაციის პროცესში. რითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თვით რეალიზაციას ახდენენ. იმედია ეს და მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება და ჩვენც აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა პროცესებში. დაახლოებით 20-დან 30 მოსწავლემდე ყოველწლიურად გაზაფხულსა შემოდგომაზე ჩამოდიან ჭიათურაში და მათ აქვთ დასახული დევიზად შექმნან შავი ჭიათურის მწვანე მომავალი. ბუნებრივია რომ ბავშვებისათვის ეს ძალიან ხელსაყრელია, იმიტომ რომ ამით ისინი ღებულობენ არაფორმალურ განათლებას
გაცილებით უფრო უკეთესად ხვდებიან თუ რას ნიშნავს ეკოლოგიური პრობლემები. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ის, რომ გეზული საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად რეკულტივაციაში ღებულობენ მონაწილეობას საჩხერის დღის ცენტრის ბენეფიციერები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და ამ ბავშვებთან ერთად, როდესაც ახდენენ ჭიათურაში თუნდაც ხეივანის გაშენებას, ამ დროს უყალიბდებათ ემპათიის უნარები და ვთვლი, რომ ასეთი აქციები ძალიან ხშირად უნდა გაიმართოს, არა მარტო იმისათვის, რომ ჭიათურაში გამოსწორდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, არამედ ჩამოყალიბდეს უფრო უკეთესი სამოქალაქო საზოგადოება. ტექნიკური რეკულტივაციის შემდეგ ნიადაგის ბიოლოგიური რეკულტივაცია დაიწყო. 4.2 ჰექტარზე ათასობით ვერხვის, კოპიტის და აკაციის ნერგი დაირგო. უკვე მესამე წელია ვიღებ ამ აქციაში მონაწილეობას და დაახლოებით 30 ნერგი დავრგე. ძალიან მიხარია და დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც გავანერგეს და შემდგომში უკვე ყველას აბსოლუტურად გაეხარდება, რომ დაინახავს ესეთ გამწვანებული ჭიათურას. ასეთ ადგილებში უნდა დავდგათ მცენარეები და გამწვანება აუცილებელია ამისან ადგილებს. დღეს დავრგე რამდენი ხერთი, არ მithვლია მართალი რო ვითხრა. კომპანიის გადაწყვეტილებით მათ მიერ გაშენებულ ყველა ტყეს ადგილობრივი ღვაწლმოსილი ადამიანების სახელი მიენიჭება. ტყე, რომელიც ნაფარცხების უბანში გაშენდება, ქართველი პოეტის მანგანუმის წიაღისეულის პირველი წარმომჩენის აკაკი წერეთლის სახელობის იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს პროცესი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მეტ ინტერესს გამოიწვევს ადგილობრივებში. მე ხაზი მინდა გაუსვარო. ეს არის იმ პასუხისგებლობის ნაწილი, რომელსაც კომპანია იღებს თავის საქმიანობაზე. ანუ ჩვენ ვაკეთებთ ღია კარიერული წესით მოჭრას. შემდგომ ესეც ჩვენი პასუხისგებლობის ფარგლებში ამის აღდგენას ვახორციელებთ და ისევ უბრუნებთ, ვცდილობთ, რომ დავუბრუნოთ პირველ ფორმას. პასუხისგებლობას რაც შეეხება, აქვე მინდა დავამატო, რომ ეს ტერიტორიები არც ერთი არ იყო ჩვენი ამჟამინდელი მმართველობის პერიოდში გახსნილი და დამუშავებული. ეს არის ათეულობით წლების წინ გახსნილი კარიერები, რომლისზეც ჩვენ ვიღებთ ისტორიულ პასუხისგებლობას, ამ ისტორიულ ფაქტზე ვიღებთ პასუხისგებლობას და ვაკეთებთ აღდგენას და ტექნიკურ და ბიოლოგიურ რეკულტივაციას. იმედია, რომ მსგავსი პასუხისგებლობით ყველა ჭიათურელი მოეკიდება თავის საქმეს, თუ საუბრობთ ჭიათურაში ბუნების დაცვაზე, თუ საუბრობთ გარემოს დაცვაზე, თუ საუბრობთ საერთოდ სამოქალაქო პასუხისგებლობაზე, როგორც კომპანია ჩვენი იღებს თავის ვალდებულებებს, თავის წილ პასუხისგებლობას, ასე გაიზიარებს ყველა ჭიათურელი თავისივე სამოქალაქო პასუხისგებლობას. გასულ წელს კომპანიის ინიციატივით მღვიმევის მაღაროს ხრამის უბანში ნერგები 12 ჰექტარზე გაშენდა. წელს აღნიშნული ტერიტორია გამხმარი ნერგების ნაცვლად დარგული 6000 ნერგით შეივსო. სამუშაოები ნაფარცხების უბანში გაზაფხულზეც გაგრძელდება. რეკულტივაციის მორიგ ეტაპს პერევისის მაღაროზე კომპანია გაზაფხულზე განახორციელებს. ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურასა და ზესტაფონში არსებულ ყველა ობიექტზე სახანძრო სტენდები განაახლა. ხანძარსაწინააღმდეგო ფარები ახალი ინვენტარით არის აღჭურვილი და მისი გამართულობა რეგულარულად მოწმდება. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მექანიკური სახელოსნო ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, სადაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით ახალი სახანძრო სტენდები მოეწყო და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღიჭურვა. მექანიკურ სახელოსნოში 6 საამქრო მუშაობს. ყველა საამქროში დღეს რამდენიმე სახანძრო სტენდია. ეს არის სახანძრო სტენდი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ საწარმოოში სამუშაო ადგილზე, აუცილებელია. უამისოდ ახლა რაღაცნაირი შიში მაინც გააქვს ადამიანს. ამ შემთხვევაში უკვე რაღაცნაირად დაცულად გზნობ თავის ადამიანი ხანძრის შემთხვევაში. ამ საამქროში ხარატები მუშაობენ. ისინი ამბობენ, რომ ცეცხლმაქრი ინვენტარის განახლების შემდეგ თავს უფრო დაცულად გრძნობენ. მოვიდან შეამოწმეს ყველაფერი და ის ორი კვირა იქნება, რომ გააყენდა ანუ საფრთხო დაფები და თავს ვზნობ უსაფრთხოდ. თუ რაღაცა იქნება, მასვისთან ყოველთვის სახანძრო იარაღებს გამოვიყენებ.
საამქროების სრული დატვირთვით რამდენიმე ცვლაში მუშაობენ. სახელოსნოში იყრის თავს ყველა დაზიანებული ტექნიკა თუ დეტალი. აქ დასაქმებულმა 130-მდე თანამშრომელმა ხანძრის დროს გასატარებელი აუცილებელი მითითებები სპეციალისტებისგან უკვე მიიღო. სახელოსნოს დირექტორი ამბობს, რომ სამუშაო პროცესი და მუშა დღეს უფრო დაცულია. ხანძრის ხშირი შემთხვევები არ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რომ მოხდეს, ნამდვილად თავს დაცულად ვზნობთ. ესე იგი არის ცეცხლმაქრები, სილა ყოველთვის ქონდა, მაგრამ ახლაც გვაქვს, ადრე მარტო სილა ქონდა. ახლა ცეცხლმაქრებიც გვაქვს. გვაქვს ინვენტარი ეს ორკაპი, ბარი, ნაჯახი, რომელიც აუცილებელი არის აი ამ ისთვის, ცეცხლის ქრობისათვის. ასე რომ ყველანაირად არის დაკომპლექტებული არის სახანძრო სტენდები. უსაფრთხოების ნორმები დაცულია ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანაში. ჭიათურის მსგავსად ხანძარ-საწინააღმდეგო ინვენტარი განახლდა და მოეწყო სტენდები სფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საამქროში. ჯორჯიან მანგანეზის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში განმარტავენ, რომ სწავლების სპეციალურ კურსს კომპანიის ყველა თანამშრომელი ისევ გაივლის. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ყველა დასაქმებული თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესაბამისად ერთ-ერთი სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი განხრა არის სახანძრო უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე თვითონ სახანძრო სტენდები და ცეცხლმაქრები არის განახლებადი პროდუქტი, ესე ვთქვათ. ვმარობთ ფხვნილოვან ცეცხლმაქრს, ესე ვთქვათ, და არა ქაფს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ელექტროობასთან, რომლის ალების შემთხვევაში აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი. კომპანიამ 2000-მდე ცეცხლმაქრი და 200-მდე სტენდი დაამონტაჟა. სპეციალური სამსახურის სახანძრო სტენდების გამართულობას ყოველდღიურად აკონტროლებს. ხანძარ-საწინააღმდეგო ინვენტარით სარგებლობის წესებს კომპანიის ყველა თანამშრომელი გაეცნო. უახლოეს მომავალში ჯორჯიან მანგანეზის შრომითი უსაფრთხოების სამსახური სწავლების დამატებითი კურსის ჩატარებას გეგმავს. ჭიათურაში მრავალი ბუნებრივი თუ კულტურული ძეგლია, რომლის სანახავად ჩასული ტურისტების რიცხვი სულ უფრო მატულობს. თუმცა სტუმართა მომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა დღემდე მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ჯორჯიან მანგანეზმა გადადგა და ძველი სასტუმროს ბაზაზე თანამედროვე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ჯორჯიან მანგანეზმა გადაწყვიტა არსებული ვითარება შეცვალოს და ისეთი სასტუმრო ააშენოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს და დროის მოთხოვნას უპასუხებს. ახალი სასტუმროს ინტერიერისთვის საჭირო მასალების შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ტიპის სასტუმროს მშენებლობა სხვა ინვესტორებისთვის სამაგალითო და სტიმულის მიმცემი იქნება. მოგეხსენებათ, რომ ქალაქში წელს შარშან ტურისტების ზრდა იყო და ყველაფერი ამის გათვალისწინებით კომპანიის ინიციატივით ხდება სრული რეაბილიტაცია მომსვლელთა სახლის, რომლის მომსახურებითაც ისარგებლებენ არა მარტო კომპანიაში ჩამოსული სტუმრები, არამედ ქალაქის სტუმრებიც. ასეთი პროექტების განვითარება ხელს უწყობს ზოგადად სხვა ინვესტორების სტიმულირებასაც, რათა უფრო მეტად მიაქციონ ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ყურადღება. შენობაში, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება, საბჭოთა ეპოქაში ელიტარული სტუმრებისთვის განკუთვნილი ეგრეთ წოდებული მომსვლელთა სახლი იყო განთავსებული, რომელიც დროთა განმავლობაში გაიძარცვა. რეკონსტრუქციის შემდეგ ჯორჯიან მანგანეზის კუთვნილი სასტუმროს კარი ნებისმიერი სტუმრისთვის გაიღება. აქ არის ორი სართული, იყო ორი სართული არსებული, ეხლა ჩვენ ვამატებთ მესამე სართულს ამას, რომელიც მომასახურებს მასარტში, შიგნით მოთავსდება მესამე სართული. ამ ეტაპისთვის ბეტონის სამუშაოები დავასრულეთ. ბეტონის ფილა დავასხით. რა თქმა უნდა, არმირებით ორი სართული გავაკეთეთ, საახლოებით სადაც 70 კუბამდე ბეტონი წავიდა, რაც დაიხარჯა. მომზადებულია მესამე სართულის კრიშის სახურავი, გამზადებულია სახურავისთვის, ხის მასალა შემოტანილი გვაქვს. ჭიათურის სასწავლო საგანმანათლებლო და კულტურულ შემოქმედებითი ცენტრის ტურისტულ განყოფილებაში ამბობენ, რომ ჭიათურა ტურისტებისთვის საინტერესო უძველესი ეკლესია-მონასტრების, კაცხის სვეტის, ძუძუანას, დუნდოს გამოქვაბულების პოპულარიზაციით გახდა. ჭიათურა ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველს ადგილს წარმოადგენს, ჯერ მარტო თავისი ადგილმდებარეობის გამო. მერე განსაკუთრებით ხელი შეუწყო ამ კაცხის სვეტის პოპულარიზაციამ. და არა მარტო კაცხის სვეტმა, აქ არის მღვიმევის მონასტერი, საკმაოდ ძველი ეკლესია-მონასტრები, არქეოლოგიური ძეგლებით, რომელიც ძალიან მდიდარია.
და ძუძუანეს გამოქვაბულის აღმოჩენებმა ხო საერთოდ საკმაოდ პოპულარული გახადა ჭიათურის ტერიტორია. თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმართავია. ეს არის გზები, საჭიროებს ძეგლები, ბანერებს, გზების მარკირებას, სასტუმროებს. არის რამოდენიმე სასტუმრო ჭიათურაში, თუმცა ვერ იტყვით, რომ ეს საკმარისია. და ეხლა ახალი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც იგეგმება, საკმაოდ კარგი იქნება, რომელიც მიიღებს ბევრ ტურისტს. მაღაროელთა ქალაქის მცხოვრებლები ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალს ხედავენ. ჭიათურაში ტურისტების სიმრავლე ნამდვილად შეინიშნებოდა, თუმცა მათ ყოველთვის პირობები არ ხვდებოდათ. ძირითადად იძულებული იყვნენ ან გაეკეთებათ კარებს არჩენიყვნენ, ან საოჯახო სასტუმროებისთვის მიემართათ და მივესალმები იმას, თუ ჭიათურაში აშენდება ისეთი სასტუმრო და როგორც ის შენდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და მოემსახურება როგორც ჩვენ სტუმრებს, ტურისტებს და ასე შემდეგ. ადვილად შესამჩნევია ჭიათურაში ნამდვილად, რომ იმატა უცხოელი ტურისტების რაოდენობა ძირითადად სამთო ტურიზმის მიზნით და ქალაქში შენდება ახალი სასტუმრო მუხაძის ქუჩაზე. ეს უპირველესი, უმთავრესი ხელსაყრელი საშუალება იქნება ტურიზმის განვითარებისთვის და ტურისტების მოზიდვისთვის. ეს წარმოადგენს საფუძველს ამ სფეროში. სასტუმროს სარემონტო სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს. როგორც კომპანია ჯორჯიან მანგანეში ამბობენ, ის ჭიათურის სავიზიტო ბარათი გახდება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ჭიათურაში ტურიზმის განვითარების მიზნით ჯორჯიან მანგანეზის მსგავსად სხვა კერძო კომპანიები და ინვესტორებიც დაინტერესდებიან. დღეს ინდუსტრიული მაცნე იმ პროფესიის ადამიანს გაგაცნობთ, რომელიც სამუშაო საათებს მიწის ზედაპირიდან 18 მეტრის სიმაღლეზე ელექტროამწის კაბინაში ატარებს. საპასუხისმგებლო საქმე და ჩვენი სიუჟეტის გმირის ყოველდღიურობა. მალხას ბოჟაძის პორტრეტი. მალხას ბოჟაძის სპეციალობა ფეროგიგანტის ძირითადი პროფესიის ადამიანებისაგან განსხვავებულია. სამუშაო დროის უმეტესი ნაწილის გატარება ფუძიდან 18 მეტრის სიმაღლეზე ელამწის მემანქანის კაბინაში უწევს და განსაკუთრებული სიფრთხილით ემსახურება ურთულეს პროფესიას. სანამ სამუშაოს დაიწყებდე, უნდა მიცეს გუდო გამაფრთხილებელი გუდოკი, რომ ძირს ადამიანი არ იყოს. გამაფრთხილებელი სიგნალის გამოყენება არც თუ იშვიათად უწევს. სხვადასხვა დანიშნულების ტვირთების პარალელურად ცხელი ლავაც ხშირად გადააქვს. მალხას ბოჟაძე მეოთხე საამქროში მაღალი პროფესიონალური ნიშნით გამოირჩევა და ეს მის პასუხისმგებლობის გრძნობას კიდევ უფრო ამაღლებს. ამბობს, რომ მეტალურგების შემდეგ ყველაზე შრომატევადი პრაქტიკული სამუშაო აქვს და ფერონადნობის მოვლაში განსაკუთრებული წვლილი აქვს. თვითონს უნდა მოუვაროთ ჩვენ, ავწონოთ, ჩავდოთ საჩამოსხმო მანქანაში. მე ღუმელი ისევე გავამზადოთ ამ ციცხვებით და ასე შემდეგ. სხვა ტვირთების გადატანა გამოტანაც გვიწევს. არის რთული პროფესია. ცოტა ზედმეტად სიფრთხილეც გვიწევს ხოლმე ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, ცხელი ლავა გადაგვაქვს, გადმოგვაქვს და მეოთხე საამქროში ელამწის კაბინაში მალხას ბოჟაძეს თითქმის 10 წელი აქვს გატარებული. სპეციალური თეორიული კურსების გავლის შემდეგ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ცნობილ მემანქანესთან აქვს ათვისებული. თეორიულად გვიხსნიდან ავტომშვენიერაძე იყო მაშინ ეს ქარხნის მთავარი მექანიკი აქ ცეხის. როსტომი იყო ელექტრომხრიდან და იმათმა თეორიულად გვასწავლეს და პრაქტიკულად გვასწავლეს. აქ არის კრანოვშეკის მეორე ბრიგადაში მურმანი ცეცვაძე. ჩემ ბრიგადაშია, ჩემ გვერდში მუშაობს ახლა ბაჩუკი რობაქიძე. მეც ყავდა კიდე მოსწავლე, რომელიც ისიც ჩვენ გვერდში მუშაობს. რატი ლოლაძე და რა ვიცი, ასე ვასწავლით ერთმანეთს და აღსანიშნავია, რომ ელამწის მემანქანის დღის რეჟიმის სამუშაო უბანში მისვლამდე საამქროს სამედიცინო პუნქტში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლებით იწყება. მხოლოდ დადებითი პარამეტრების დაფიქსირების შემდეგ არის შესაძლებელი კაბინაში შესვლა და დაკისრებული მოვალეობის შესრულება. 32 წლის ახალგაზრდას საამქროში საიმედო სპეციალისტად მიიჩნევენ და მასზე დაუსარებლად საუბრობენ. მალხაზი ბოჟაძე მართლაც რო შესანიშნავი პიროვნებაა. როგორც ჭირდება მეოთხე წელს და ცხელმას. მასზეა ბევრი რამე დამოკიდებული ხალხის სიცოცხლეს დაკავშირებით, იმიტომ რომ ცხელ წიდასთან, ცხელ მეტალთან უწევს, ლითონთან უწევს მუშაობა და ძალიან
ძალიან მართლაც შესანიშნავი ახალგაზრდაა. დაკვირებული, რა თავარია და როგორიც შეეფერება მეოთხე საამქროს. ისეთი ახალგაზრდა მე შენიშნავს ვერაფერს ვერ ეთქვი მაგაზე მალხაზის. შვილის ხელმძღვანელობა, როგორც მე ისეც ანჩენი ჩემი ხელმძღვანელები დადებითად ახასიათებს, კარგი პიროვნება არის, არ აქვს გაცდენები, რანზე არის იმედიანად. და თვითონ მალხაზის გავესაუბროთ, დავუძახოთ აგერა, დაველაპარაკოთ ამ პიროვნებას, რომელიც არის მოწინავე, კარგი პიროვნება და ბევრი სხვა ახალგაზრდა რანის მემანქანეები შეუძლია რომ აღზარდოს და იყო დაყრდნობილი ამ პიროვნებაზე. ცვლის დასრულების შემდეგ კვალითის დასახლებაში შინისაკენ მიეჩქარება. ბოჟაძეების ოჯახი მრავალსულიანია. მშობლებს 3 ვაჟი ჰყავთ, მათ შორის 2 დაოჯახებულია და ამ დრომდე ერთად ცხოვრობენ. საღამოობით იკრიბებიან, თუმცა ამჯერად მოწინავე პოზიციაზე მალხაზი აღმოჩნდა და სამსახურიდან დაბრუნებულმა სხვა სამყაროში გადაინაცვლა. მამა პირველი კითხულობს ქარხნის ამბებს და ეს ბუნებრივიცაა, ის ყოფილი ფერუელია. მე თვითონ ქარხანაში მუშაობდი თითქმის 25 წელი. სინგლად მუშაობდი, ცირედი წვლილი ჩემიც არის ქარხანაში მუშაობის. ახლა ჩემი შვილი მუშაობს სხვაგან ხრით არის კრანის მემანქანია, სტაბილური სამსახურია და იმედი გვაქვს სტაბილურად ხელფასხებულობს და ვართ იმედიანად. სახლში დასვენების მიუხედავად ფიქრებით ისევ სამუშაო უბანზია. მალხაზ ბოჟაძისთვის დილიდან ახალი სამუშაო დღე იწყება, სადაც საყვარელი საქმე და მეგობრები ელიან. ინდუსტრიული მაცნე მომავალშიც გაგაცნობთ საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანებს და მათ პიროვნულ შტრიხებს. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მომავალ შეხვედრამდე.